გვიანღამით უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში მეტეხის 2 ნომერში 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. სახლში მცხოვრები გელაშვილების 10 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბინის მეპატრონები ამბობენ, რომ კედლის აღდგენის საშუალება არ აქვთ. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომლებიც დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დააფერდნენ. ვაშვილის მამა დღეს შუა დღეს აი არსებული კოჭი გატყდა და აგერ ძირსაგდია და ჩამოიგრა ეს აგურები. მადლობა ღმერთს, არავინ არ ვიყავით აქ. ხელისუფლებას თქვენი მეშვეობით ვთხოვთ ბატონ გიგის, ბატონ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომ მოგხედონ რაღაც უბედურება არ გვეწიოს. მაცხოვრებელი მესაკუთრე თვითონ აწარმოებს შიდა სამუშაოებს, არემონტო სამუშაოებს. სახლი ძველი არის ახლა და მოხდა გრევა ერთი ნაწილის, შიდა ნაწილის. ხვალიდანვე შეისწავლიან ჩვენი კონსტრუქტორები და შევთავაზებთ დახმარებას.